ბოლო კარტოფილი მქონდა, დილას შეუწვი პატარას. მეორე რომ მოშივა, აღარა მაქვს პროდუქტი, რომ რამე გავაკეთო. სარიელა ხახვი და ზეთიყრია, მეტი არაფერი არ აქვს სხვა. ჩვენი დროის საშინელებები სამი პატარა შიმშილისგან გონებას კარგავს. მათი მძიმე დავადმყოფი დედა კი ნერვიულობის გამო ეპილეფსიის საშინელი შეტევებისგან მკვდარივით ეცემა. მრავალშვილიანი ოჯახი რომ სიკვდილს გადავარჩინოთ, ახლავე საჭიროა პროდუქტები და მედიკამენტები. ყოველთვიურად ნინოს წინ დგება საშინელი არჩევანი. იყიდოს ეპილეფსიის წამლები თუ საკვები. ის კი დაუფიქრებლად ირჩევს ბავშვების დანაყრებას და საკუთარ ჯანმრთელობას წირავს. დღეს ამ გმირ დედას ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება, მეგობრებო. მეუღლე ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ სუსტადაა და ვერ მუშაობს. ოჯახი გადარჩენას ცდილობს ერთი სოციალური დახმარებიდან მეორემდე. ნაქირავებ ბინაში არაფერია, მხოლოდ სარიელი კედლები და ცივი იატაკი. არც არეცხის მანქანა, არც გასხურა, არც ტელევიზორი. სახლში არ არის ხელიწყალი და არც აბაზანა. ბავშვების დაბანა პირდაპირ ეზოში ნიჟარაში უწევთ. ნუ დარჩებით გულგრილი სხვისი უბედურების მიმართ. გახსოვდეთ, სიკეთე და თანაგრძნობა ის თვისებებია, რომლებიც ადამიანებად გვაქცევს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.